ისრაელელი სამხედროები აცხადებენ, რომ მათ იერუსალიმის თავზე იემენიდან ასროლის შორმანძილზე მოქმედი რაკეტა მოიგერიეს. ქალაქში საჰაერო განგაშის სიგნალი ჩაირთო. თავდასხმა იმ დროს მოხდა, როდესაც ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელი კაია კალასი ისრაელსა და დასავლეთ სანაპიროზე ვიზიტით ჩავიდა, სადაც იგი პალესტინის პრემიერ-მინისტრ მოჰამედ მუსტაფასაც შეხვდა. ევროკავშირი კატეგორიულად ეწინააღმდეგება ომის განახლებას. ეს იწვევს ღაზაში შემაძრწუნებელ და მიუღებელ დანაკარგს. ჩემი ვიზიტის გზავნილი ძალიან მკაფიოა. ჰამასმა ყველა მძევალი უნდა გაათავისუფლოს. ისრაელმა სრულად უნდა აღადგინოს ჰუმანიტარული დახმარება ღაზაში და მოლაპარაკებები უნდა განახლდეს. გასულ კვირას ისრაელის არმიამ განაახლა საჰაერო და სახმელეთო ოპერაციები ღაზაში, რაშიც ის ჰამას ადანაშაულებს, რადგან იგი არ თანხვდება ცეცხლის შეწყვეტის გახანგრძლივების პირობებს. როგორც ღაზის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, ისრაელსა და ჰამას შორის დაწყებულ ომს 50,000-ზე მეტი პალესტინელი ემსხვერპლა.